პირველი დღე როგორ ხვდები ბავშვებს და ზოგადად როგორ მიგაჩნია, როგორ უნდა დახვდეს მასწავლებელი? უმრავლეს შემთხვევაში მაინც მშობლისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს სკოლაში კომფორტულად. განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თანა ჩვენს ამბავში გულისხმობ მძიმე ჩანთა ეს. ხშირ შემთხვევაში მშობლებს აქვთ ხოლმე მიუღებლობა. რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ ეს მასწავლებელი თითქოს არის მტერი. მაგრამ მასწავლებელიც იღლება, მასწავლებელიც ხანდახან გადაიწვება ხოლმე. რა სჭირდება მასწავლებელს? მე ეს მაინტერესებს შენგან, იმიტომ რომ შენ 13 წელია მასწავლებელი ხარ. გამარჯობა, ბედნიერი ბავშვის პოდკასტის მორიგი ეპიზოდი არის თქვენს წინაშე. ჩემი სტუმარია დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა, რომელიც 2024 წლის საუკეთესო მასწავლებელადაც დაასახელეს და ნათიასთან სწორედ აი დაწყებითი საფეხურის პრობლემატიკაზე, ავანჩავანზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც დაწყებით საფეხურს ეხება, მინდა რომ გავშალო საუბარი. მადლობა ნათია, რომ მოხვედი სტუმრად. მე შენგან ველოდები წიგნსაც, მინდა რომ თქვა აქ პოდკასტშიც, იმიტომ რომ რაღაცა პირობა ჩამოგართვა, რომ დაასრულებ იმ ხატულ ნაწარმოებს, რომელიც დაწყებული გაქვს და რომელიც სკოლას ეხება და მე სიამოვნებით ველოდები ამ შენს ნაწერს. მინდა რომ დღეს ვისაუბროთ დაწყებით საფეხურზე, რომელიც რაღაცნაირად თითქოს ყურადღების მიღმა გვჩება ხოლმე, უფრო აქცენტს ვაკეთებთ ჩვენ მერვე მეცხრე კლასის ზემოთ, როდესაც პრობლემები რაღაცნაირად იწყება და უფრო გარდატეხის ასახს ემთხვევა ხოლმე, თუმცა დაწყებით საფეხური ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური არის საგანმანათლებლო სისტემაში და ამ პერიოდში მშობელიც, ბავშვი პირველ რიგში და მასწავლებელიც რაღაც გარკვეულ სირთულეებს ხვდება. ბავშვი მოდის ბაღიდან, სულ სხვა სისტემაა, თუმცა განათლების ესე იგი რაღაცა სტრუქტურასთან კავშირი უკვე აქვს პატარას და ის შედის სკოლაში, რომელიც სადაც ხვდება აბსოლუტურად სხვანაირი გარემო. აი შენ როგორც მასწავლებელი პირველი დღე როგორ ხვდები ბავშვებს და ზოგადად როგორ მიგაჩნია, როგორ უნდა დახვდეს მასწავლებელი ბავშვს, რომელიც შედის მისთვის სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში, სადაც არ იცის რა ხდება. მშობელთან მიჯაჭვულობა, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია აქვს, ხშირად ზოგი ტირის, ზოგი მხნედ არის, მაგრამ ზოგი მალავს ამ თავის ემოციებს, სხვადასხვა ბავშვი მოდის ხოლმე ამ დროს სკოლაში. შენ როგორ ხვდები პირველ დღეს მოსავლეს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, ასეთი საინტერესო თემის გაშლისთვის. პირველი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გარემოში გადმოდიან ბაღის შემდეგ, არის ემოციებთან დაკავშირებული ახალი გარემოა, ახალი თანაკლასელები, მასწავლებლები და პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად ყურადღებას ვამახვილებ არის ის, რომ მოსწავლე მიგრძნოს თავი შინაურულად, როდესაც აქვს მას უკვე ასე ვთქვათ ისეთი დამოკიდებულება, რომ აი უსაფრთხოების განცდა აქვს, უსაფრთხოდ გრძნობს თავს, შემდეგ ეს ღელვაც იკლებს ხოლმე. რა თქმა უნდა, მოსწავლეებს ხვდებით მე და ჩემი კოლეგებიც ძალიან დიდი ზეიმით ვრთავთ გარემოს, საკლასო ოთახის საჩუქრებს ვახვედრებთ, პირველი დღე არის უფრო თამაშის, გაცნობის, ერთმანეთთან დაახლოების და მომდევნო დღეებიც, რა თქმა უნდა, სანამ რუტინაში ჩაებმევიან საგაკვეთილო პროცესის, მთავარი არის, რომ ბავშვმა ჯერ თავი იგრძნოს, ლაღად, თავისუფლად მოეწონოს და შემდეგ უკვე ნელ-ნელა სირთულეებიც იწყება ხოლმე სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველ რიგში გარემოს შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მოსწავლე ტირის, შეიძლება დაგჭირდეს რაღაცა პერიოდი მშობლის ჩართულობით, იმიტომ რომ ყველა მოსწავლე არის განსხვავებული, ზოგი ადვილად ადაპტირდება გარემოში, ზოგს მეტნაკლებად უჭირს და ასეთ შემთხვევაში მშობელთან თანამშრომლობთ ხოლმე, რომ მოსწავლემ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაიაროს ეს ადაპტირების პროცესი. რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა, რას გულისხმობს? მოდის ადგილზე? თუ საჭირო არის, შეიძლება მოვიდეს ადგილზე, ან მაგალითად დერეფანში იყოს, რომ ბავშვი რამდენჯერაც ასე ვთქვათ მოისაკლისებს მშობელს, გახედოს და დამშვიდდეს, შემდეგ შემოbrunდეს, გააჩნდა საჭიროებას, ყოველ შემთხვევაში მთავარი არის, რომ მშობელთან ჩართულობით მოხდეს ეს პროცესიც.
ხო, მე მაგაზე მიფიქრია ხოლმე და მე რომ მქონდეს ჩემი საკუთარი სკოლა, ალბათ მივცემდი მშობლებს საშუალებას, რომ თავიდან რაღაცნაირად უფრო კლასის სიღრმიდან დაიწყონ, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა და მე რომ მკითხო, სწავლის ოფიციალურად დაწყებამდე იწყება სკოლისთვის მზაობა და ამ შემთხვევაში ზოგ მშობელს ეს აგვიანდება ხოლმე, ვთქვათ, ივლისიდან არ იწყებს და კიდე უფრო აპრილიდან არ იწყებს სკოლისთვის მზადებას ბავშვებთან. ანუ რა მინდა ვკითხო, პირველკლასელები როცა მოდიან ხოლმე სკოლაში, ხო, ყოველ შემთხვევაში მე ჩემი თავი უფრო გავიხსენო და მახსენდება, როცა მიდიხარ, ხო, რაღაც ეს მშობელი აღარ არის თითქოს ახლოს და მასწავლებელს უყურებ რაღაცა სხვა მშობელივით, რაღაცა ეს განცდა გიჩნდება, რომ ის არის შენი და ასე ვთქვათ დამცველი, ხო, რაღაცნაირად ისე უყურებ, რომ მისგან ელოდები გარკვეულ ტიპის უსაფრთხოებას. ხშირ შემთხვევაში ზოგი მასწავლებელი ძალიან მშობელივით იქცევა, ასე ვთქვათ. ზოგი ფიქრობს, რომ დისტანცია ბავშვსა და მასწავლებელს შორის მაინც უნდა არსებობდეს. აი შენ როგორ ფიქრობ, როგორი მოპყრობაა სწორი და ეს რატო გეკითხები, ზოგჯერ ზოგ მშობელი ეჭვიანობს კიდეც არ უნდა რომ ვთქვათ მასწავლებელი ძალიან დედასავით ექცეოდეს მის შვილს. შენ როგორ იქცევი და რაც ურჩევ სხვა ვთქვათ პედაგოგს ამ შემთხვევაში როგორ ჯობია? დიახ, იშვიათად, თუმცა მეც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემხვედრია მშობელი, რომელიც მასწავლებელს ეჭვიანობს. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მაინც მშობლისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს სკოლაში კომფორტულად. და ძირითად შემთხვევაში ასე არის ხოლმე. განსაკუთრებით მიჯაჭვულობა და ეს მეგობრული დამოკიდებულება ყალიბდება დამრიგებლების მიმართ, რომლებიც ასე ვთქვათ დასვენებაზეც დანარჩენი მთლიან გაკვეთილის გარდა დროს მოსწავლეებთან ერთად უთმობენ, უფრო სხვანაირი მეგობრული დამოკიდებულება ყალიბდება დამრიგებელსა და მოსწავლეებს შორის. რა თქმა უნდა, როდესაც დაწყებითებზე გვაქვს საუბარი, განსაკუთრებით პატარებს სჭირდებათ ხოლმე ყურადღება, სითბო, მოდიან გეხუტებიან, იმიტომ რომ ეს მშობლის დანაკლისი, როდესაც აქვთ, რაღაცა მასწავლებელზე გადაერთვებიან ხოლმე. შემდეგ და მასწავლებელში ივსებენ ხოლმე იმ სითბოს და იმ მოკლედ მონატრებას, რომელიც სკოლის პერიოდში აქვთ ხოლმე მშობლებისგან მოშორებით, როდესაც არიან. მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის, რომ ეს მეგობრული დამოკიდებულება იყოს. არ ვთვლი ახლა იმას, რომ რაღაცა ზღვარი არ იყოს დაცული და მშობელის მოვალეობები და რაღაცა პასუხისგებლობები აიკიდოს მასწავლებელმა, მაგრამ თბილი ჯანსაღი მეგობრული დამოკიდებულება მასწავლებლსა და მოსწავლეს შორის აუცილებლადაც კი მიმაჩნია. ხო, ჩვენ კულტურაში პრინციპში ეს მეტნაკლებად დაშვებულია. თუმცა არის სხვადასხვა საზოგადოებები, სხვადასხვა კულტურები, სადაც ეს მკაცად იკრძალება და ბავშვის შეხება მასწავლებელს უფლება ამისი არ აქვს, რომ საერთოდ თავზე ხელი გადაუსვას, იმიტომ რომ ეს ძალიან კონტროლდება და ამ შემთხვევაში ზოგიერთი მშობელიც კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ მისი შვილი ჩაეხუტოს, ასე ვთქვათ, მასწავლებელს და მესმის რა ამასაც თავისი მიზეზები აქვს. კაი, ვთქვათ, მოვიდა ბავშვი სკოლაში, რაღაც პერიოდი გადის, მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის, ხო? ზოგს უადვილდება ადაპტაცია, ზოგი იცვლება. ზოგი ექსტრავერტია, ზოგი ინტროვერტია, ხო? აი ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში შენ საჯარო სკოლაში ასწავლი, საჯარო სკოლა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მცირე ჯგუფებთან კონდეს კომუნიკაცია, ანუ კლასში რამდენი მოსწავლე გყავს? ახლა 28. 28 საკმაოდ ბევრია, მე რომ მკითხო, სულ მცირე მოკლედ თითოს რომ დაუთო რაღაცა და წუთი და 10 წამი გაკვეთილი უკვე გადის, გასული არის. და ამის მიუხედავად მაინც მასწავლებლებს გიწევთ აი ეს თავზევი ძალა რომ არ არის იმ ძალის მოძიება. როგორ ახერხებ ასეთ ბავშვებთან ისეთ ტიპის კომუნიკაციას, რომ ისინი ჯგუფიდან გარეთ არ გავიდნენ. მე ხა როგორც მასწავლებელი მე ვცდილობ ხოლმე რომ ყველა მოსწავლე ვინც ჩემთან კლასში ზის, დარჩეს საკლასო ოთახში ემოციურად, მენტალურად და ფიზიკურად თავისთავადია იქ როგორც წესი ხედან ხოლმე. აი როგორ ახერხებ ასეთ მოსწავლეებთან კომუნიკაციას, რომლებიც იკეტებ ხშირად არისო, ვთქვათ, სახლში ბავშვი სულ სხვანაირია, ლაღია, უფრო თამამია, მაგრამ კლასში შედის და იქ ძალიან იცვლება მისი ქცევა, იკეტება
და უჭირს კომუნიკაციაში შესვლა სხვა ბავშვებთან, უჭირს მასწავლებლებთან გახსნა, თითქოს ჩუმაძის, ვიღაცას გონია რომ რაკი ჩუმაძის უკვე კარგი ბავშვია და კარგად იქცევა, ამ დროს მის სულში, მის პატარა გულში და მის გონებაში დიდი ცეცხლიანთია და მთელი აურზაური. აი ამ დროს როგორ იქცევი შენს მოსწავლეებთან? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვი რომ ჩუმადროზის ბავშვს ზოგი დადებითად აფასებს ამას. პირიქით, ანუ მე ვთვლი მაგალითად რომ ბავშვმა უნდა გამოავლინოს თავისი ხასიათი, თავისი შესაძლებლობები, თავისი სურვილები, ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს მოსაზრება და აი მოსწავლეები არიან, რომლებსაც აი ისე შეიძლება გავიდეს დღე რომ არ ადგენს თავისი მერხი და სკამიდან თუ არ მიხვედი ან რამე არ უთხარი. ჩაკეტილები არიან და რომ მქონია ასეთ დროს მშობელთან კომუნიკაცია, აღმოჩენილა რომ სახლში აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟის ბავშვები არიან. ასეთ მოსწავლეებთან აი ვცდილობ ხოლმე რომ პირველ რიგში მივიდე კომუნიკაცია დავამყარო, თანაკლასელებსაც ვთხოვ ხოლმე ღოთ ისე რომ მან არ იგრძნოს რაღაცა დავალებით არის რომ აი თქვენც მიდით გაესაუბრეთ, რაც მას აინტერესებს იმ თემაზე, ჩამოვაგდეთ ხოლმე მაგალითად ლაპარაკს თვითონაც ჩაერთოს, რაც მას მოსწონს ან გამოსდის, ისეთ რაღაცას პატარა დავალებებს ვაძლევ, რომ აი შეეცადოს, რომ ეს თავისი თავი გამოხატოს და ნელ-ნელა ეს უწყობს მერე გახსნას ხელს. ხო, ეს ამას თალკე ცოდნა უნდა, მე არ ვიცი ამისათვის თქვათ მასწავლებლებს წინასწარ ამზადებენ, აი თქვათ შენ ეს სადმე ისწავლე თუ შენი პირად უნარებზეა დამოკიდებული, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მახსოვს მქონდა სტატია დაწერილი უკანა მერხის ბავშვები. მე რომ ვაკვირდებოდი სკოლაში, როდესაც ვასწავლიდი მაშინ სხვაგან, არა ჩემთან. ზოგიერთი ბავშვი ირჩევს უკანა მერხს და უკანა მერხის ბავშვები სწორედ ამ თემას ეხება, რომ მისთვის კომფორტულია, ანუ სივრცითი დისტანცირებაც მასწავლებელთანაც და სხვა მოსწავლეებთანაც და მე არასოდეს ვაძალებ ხოლმე მათ წინა ფლანგზე გადმოსვლას, ასე ვთქვათ, ზოგი მასწავლებელი იძულებით ანაწილებს კლასში. მე ბუნებრივად ვაძლევ ხოლმე საშუალებას, რომ ვისაც სად მიაჩნია, სწორად იქ უნდა დაჯდეს. უბრალოდ მე ვაკვირდები მთელი წლის განმავლობაში, ცდილობს თუ არა პოზიციის შეცვლას, უფრო ახლოს შემოდის თუ არა. შეიძლება მთლიან ბოლომდე დარჩეს უკან და მისთვის ეს ბუნებრივად კომფორტული იყოს. ხა მე მახსოვს, ჩემ დროს უკან ისხდნენ ხოლმე ცუდი მოსწავლეები და წინ კარგი მოსწავლეები. ხო, რეალურად ამას კავშირი არ აქვს. ეს აბსოლუტურად სხვა განლაგება არის. ანუ მოსწავლე ამ დროს სხვა ლოგიკით ირჩევს იმ ადგილს, რომელზეც ჯდება და მასწავლებელმა ეს უნდა გაითვალისწინოს. აი შენ ეს ისწავლე სადმე თუ შენ უნარებზე არის დამოკიდებული და ზოგადად რა მაინტერესებს განათლების სისტემაში, ანუ ჩვენ მასწავლებლის უნარებს უნდა ვენდოთ თუ რაღაცა სისტემაც არსებობს, რომელიც გადაამზადებს ხოლმე, თქვათ, პირობითად დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. აი, ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ? პერიოდულად შეიძლება იყოს რაღაცა ვებინარები, ვორქშოპები ან ტრენინგები, ესეთი გადასამზადებელი, მაგრამ მწირეა დღეისთვის. არსებობს საბედნიეროდ ლიტერატურა, რომელსაც შეგვიძლია რომ გავიცნოთ და ყველაზე მეტად მე პირადად გამოცდილება, რაშიც დავაგროვე და ცოდნა ეს არის, აი წლებს მოაქვს თავისი გამოცდილება. ყველა წელს მე-13 წელი არის. ანუ ყველა წელს მოაქვს თავისი გამოცდილება და სტუდენტებთან როცა თანამშრომლობ, აი სულ ვეუბნები მათაც მომავალი მასწავლებლები არიან, რომ ყველაზე კარგად ისწავლეთ პრაქტიკიდან, მოსწავლეებისგან, ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. და აი რაც შეეხება ბავშვების განლაგებას საკლასო ოთახში, პირადად მე მაგალითად სულ ვუცვლი ხოლმე ადგილს. ხან ჯგუფური მუშაობა გვაქვს, ხან წყვილებში, ანუ ჩვენი მერხები მუდმივად მოძრაობს საკლასო ოთახში და შესაბამისად ბავშვებიც მუდმივად მოძრაობენ და ისე რომ აი ერთ ადგილას ისხდნენ მთელი წლის განმავლობაში, ასე არ ხდება ხოლმე. ძალაუნებურად უწევთ ყოველთვის გადანაცვლება და ეს კარგიც არის. შიდა მიგრაცია აქვს ხო? ხო, თვითონ კარგიც არის იმ კუთხით, რომ არ იყოს ისე რომ მაგალითად ყურადღების მიღმა იყოს ან ერთ ადგილას იყოს და არ უნდადეს გამოჩენა, თან განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ვინც უფრო მეტად მეგობროს ახლოს არის, მათ ერთმანეთთან დაჯდომა და ანუ იმასაც ვითვალისწინებ ხოლმე მოკლედ ამ მომენტებსაც ვითვალისწინებ, თუმცა იმაიც ერთი ადგილი აქვს, აი თქვათ რომ პირობითად რომ მოდის მოსწავლე, იცის რომ ეს ჩემი ადგილია, თუ შეუძლიათ ნებისმიერ დროს. არა, აი გვაქვს ხოლმე, მაგალითად ყოველ ერთ კვირაში ან ორ კვირაში ვიცვლებით და იმ ერთი კვირის განმავლობაში იმ ადგილას იკავის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბევრი ნივთები დააქვთ, ყველა თავის მერხში აქვს შედებული ეს ნივთებიც და აქედან გამომდინარე ყოველ დღე სხვადასხვა ადგილას. ნუ ეს ალგე პრობლემაა განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
პრობლემა, თან ჩვენს ამბავში გულისხმობ, მძიმე ჩანთა, ეს საშინელი რაღაცა არის რა, მოკლედ მე ჩემი შვილის ჩანთა მიტარებია და ვიცი ხოლმე რას ნიშნავს დაახლოებით 400 მეტრში არის სკოლა ჩვენგან, მაგრამ აი მხარი მოქვს ხოლმე ჩამოწყვეტაზე და მინდა რომ დროზე იმას ვქნა რაღაცა ვეუბნები რომ რაღაცა ამოიღე ზედმეტი რაც არის და აღმოჩნდება ხოლმე რომ არაფერი ზედმეტი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამაზე ცალკე შეიძლება კიდე შეხვედრის გაკეთება. დაწყებითი კლასში განსაკუთრებით და ფაქტობრივად მე ხარ ეს კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ შინაგანი ლოგიკით, რომ 90%-ზე მეტი არის მასწავლებელი ქალი. მამაკაცი მასწავლებლები სკოლაში ზოგადად პრობლემაა. ზოგადად არ არიან, მაქსიმუმ სპორტის იმასში, რა ქვია, მიმართულებით გაუშვებენ ხოლმე, ან სტერეოტიპულად უნდა იყოს მათემატიკის მასწავლებელი, ფიზიკის, ქიმიის და ჯანდაბას ლიტერატურის, მაგრამ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლად მამაკაცი მასწავლებელი რატომაც ითვლება, რომ თითქოს არ უნდა იყოს. მე პირადად არ მინახავს ჩემს პრაქტიკაში, არ შემხვედრია დაწყებითი კლასის მასწავლებელი მამაკაცი. როგორ ფიქრობ, საჭიროა თუ არა ამ საფეხურზე და ზოგადად სკოლაში მასწავლებელი მამაკაცი? გეთანხმები გურამ, ასეა ნამდვილად, თუნდაც რამე შეკრებაზე როდესაც მივდივართ ხოლმე, უმეტესობა ქალბატონები არიან ხოლმე. და კი, აქვთ განსხვავებას მართლა ვგრძნობ ხოლმე ჩემს მოსწავლეებსაც ჰყავთ მამაკაცი მასწავლებელი და იმასთანაც უფრო ბიჭების მხრიდან არის ხოლმე კიდე სხვა დამოკიდებულება. მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ თან მოწვეული ლექტორად და ვარ 2 კურსის ხელმძღვანელი, სადაც მომავალი დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან მაქვს ურთიერთობა და მყავს ერთი სტუდენტი ბიჭი, რომელიც მთელ კურსზე ერთადერთი ბიჭი იყო და აი რომ ვაკვირდებოდი პრაქტიკების განმავლობაში ამ ბიჭთან უფრო სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ ხოლმე ბავშვებს, განსაკუთრებით ბიჭებს. და პირველად საერთოდ რომ შემოვიდა ჩემი სტუდენტი და ბიჭი დაინახეს თან დაწყებით საფეხურზე, ჯერ გაოცება ჰქონდათ, არ არიან მიჩვეული და ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ კიდე უფრო სხვანაირი ხედვაც აქვთ მე დაგითხრათ, აი რესურსების მომზადება იყო ბავშვებთან ურთიერთობა, უფრო რაღაცები დავიჭირე ისეთი, რომ უკეთესად გამოსდის, მაგალითად, რაც შეიძლება მე გამომცლოდა იმ მომენტში გაგების ან სხვა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით. და ფიქრობ, რომ საჭირო არის კი, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც სტერეოტიპულად მარტო ქალბატონები არიან ხოლმე ჭარბობენ. ხო, ეს პრობლემაა, ამაზე ბევრია სალაპარაკო, მე ვფიქრობ, ცალკე ერთი შეხვედრის დათმობა ამ თემაზე კარგი იქნება, ჩვენი მაყურებელიც თუ ჩაერთვება ამ ნაწილში და შეკითხვებს პერიოდულად დასვამს ხოლმე თქვა ერთ პოდკასტზე, იმას მე პასუხს გავცემთ შემდეგ ნაწილებში და ამიტომ მინდა ვთქო, ვინც გვიყურებს, რომ არ დაიზაროთ შეკითხვების დასმა ამ ვიდეოს ქვეშ. დაიწყო სწავლა, მიდის რაღაცა თქვა პერიოდი გავიდა 1 თვე 2-3 და შეფასების ნაწილზე მივედით, ხო? ყოველ შემთხვევაში პირველ წელს შეიძლება არა, მაგრამ მეორე, მესამე წელს უკვე ნელ-ნელა შემოდის ეს შეფასების სისტემა, ვარსკვლავებით, მზეებით, მთვარეებით და ასე შემდეგ, ხო? მე ჩემი დაკვირვებით ხშირ შემთხვევაში ბავშვები ძალიან მძაფრად რეაგირებენ ამ შეფასებებზე. აი რაღაცა თქვათ პირობითად, ძალიან დამოკიდებული ხდება ზოგი ბავშვი გარე ვალიდაციაზე, ასე ვთქვათ, აი მასწავლებელი როგორ შეაფასებს, ზოგი განიცდის, ზოგი ზედმეტად განიცდის. ამას აქვს თავისი, რა თქმა უნდა, ახსნა, მაგრამ მეორე ანომალიური და უცნაური მომენტი შემოდის, არ ვიცი ქონია თუ არა მსგავსი გამოცდილება, როდესაც დავალებას წერს დედა, მამა, ბებია და ისწავლობს შვილის შედეგების გამოსწორებას. ანუ ჩვენ შევდივართ ისეთ მოჯადოებულ წრეში, რომელშიც მასწავლებელი ხელფეხშეკრულია. ანუ შენ ბავშვს რაღაც დავალებას აძლევ, იმიტომ რომ მან განავითარო საკუთარი რესურსები და მშობელი ამ დროს თვითონ ერევა ამ პროცესში. ანუ თვითონ ხდება გადადის ბავშვის როლში. აი ამ შემთხვევაში შენ როგორ იქცევი და გაქვს თუ არა კომუნიკაცია ასეთ დროს მშობელთან, იმიტომ რომ როცა უხსნი მშობელს რომ არ არის შენი ამ ხრივ ჩართულობა საჭირო, ჩვენ ვაკვირდებით ბავშვს, გვინდა ის განვითარდეს, ანუ ხვალ ისწავლოს ცოტა უფრო მეტი ვიდრე დღეს იცოდა. და შენ როდესაც მის ნაცვლად აკეთებ თქვა დავალებას, ეს შედეგის მომცემი არ არის. მაგრამ შენ მასწავლებელი კლასში სახლში ვერ მიყვები ბავშვს, ხო? აი ამ პრობლემას როგორ აგვარებ და შენი აზრით არის თუ არა ეს პრობლემა, თუ შეხვედრი მე მინახავს ეს შემთხვევები.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ პირველივე კლასიდან გვაქვს ჩვენ შეფასების სისტემა. Რა თქმა უნდა, ეს არ არის განსაზღვრელი შეფასება, ჩვენ გვაქვს განმავითარებელი შეფასებები, უკავშირი, სადაც მოსწავლეებს პირველივე კლასიდან ვუკეთებთ ხოლმე შესრულებულ დავალებაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ის, რომ მშობელმაც გაიასროს, რატომღაც ძირითადად მშობლებს განსაზღვრელ შეფასებაზე უფრო აქვთ რეაქციები, ნიშნებს, რასაც უწოდებთ ხო ნიშნებზე. და ეს განმავითარებელი კომენტარები უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. დაწყებით კლასში სიტყვიერ ზეპირად ვეუბნებით განმავითარებელ შეფასებას, ასევე შესრულებულ დავალებაში ვუწერთ ხოლმე და მნიშვნელოვანი არის, რომ მშობელმაც გაუმახულოს ხოლმე ბავშვს ყურადღება დასაწყისში სანამ თუნდაც დამოუკიდებლად ისწავლის კითხვას, რომ თვითონ წაუკითხოს მასწავლებლის მიერ დაწერილი შეფასება, ასევე მოლოდინიც გაუჩინოს ბავშვი, იმიტომ რომ აი რა გითხრა მასწავლებელმა. ეს ვარსკვლავები, სტიკერები, ასე შემდეგ უფრო არის წამახალისებელი, რომელსაც ნაკლებ უფრო ვიყენებთ ხოლმე, ძირითადად მაინც ვაჩვევთ იმას, რომ განმავითარებელ შეფასებას მიაქციონ ყურადღება. ეს განმავითარებელი შეფასება მეხუთე კლასის პირველ სემესტრამდე მიჰყოფათ ხოლმე ბავშვებს და შესაბამისად, როდესაც იცის თავისი მუშაობის ხარისხი, როგორ უკავშირს იღებს, თუ ბავშვი ამას მიჩვეული არის პირველივე კლასიდან, შემდეგ უკვე უმტკივნეულო ხდება ხოლმე ის ნიშნებზე, როდესაც გადადიან განსაზღვრელ შეფასებაზე. რაც შეეხება ახლა დავალების შესრულებას, ბევრჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ გადამიშლილია რეული და არის კალიგრაფია დიდი. ახლა მე ხო ვცნობ ჩემი მოსწავლეების ნაწერს, თუნდაც ეს შეიძლება იყოს მაგალითები, ანუ ციფრებს როგორ წერს, ასოებს როგორ ხაზავს. და მაშინ თუ ხვდები ხოლმე შემდეგ ვეკითხები, ვინ დაწერა დავალება, ზოგი მაშინ თუ გულწრფელად იტყვის, რომ ან დედამ, ან ბებიამ, ან ასე შემდეგ, ან მამამ, ზოგიერთი იტყვის, რომ მე და მე ბოლოს ამბობს. რა თქმა უნდა, ასე დროს მშობელთან მაქვს ხოლმე ყოველთვის კომუნიკაცია, რომ ანუ როდესაც თვითონ უწერს ბავშვ დავალებას, ეს არის პასუხისმგებლობის ბავშვისთვის რაღაცნაირად ჩამოშორება და ეს ბავშვი ვერასდროს ვერ გაითავისებს, რომ ეს დავალება არის თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ და თვითონ უნდა შეასრულოს და მშობლებთანაც საჭირო არის ხოლმე, იმიტომ რომ ბევრმა სხვათა შორის არ იცის, აი როგორ მიუდგეს სწორად ბავშვს სწავლის კუთხით ვიძახი, აი თუნდაც დავალების შესრულების დროს გონიათ, რომ ეს დავალება არის მასწავლებლის, მასწავლებლის საერთოდ არ არის ეს დავალება. პირადად ჩემთვის თუ ვაძლევ ბავშვს დავალებას, საშინაო დავალება, რასაც ქვია, ეს ემსახურება მხოლოდ იმას, კლასში რაც ვიმუშავეთ, ის რომ ბავშვმა სახლში განიმტკიცოს, იმიტომ რომ რასაც დავალებაში ვაკეთებინებ და მოაქვთ, იგივეს მე კლასში მაინც ვამუშავებინებ და რაც არ უნდა დავალებაში იდეალურად ეწეროს, შეიძლება ესეთი შემთხვევაც არის, რომ მშობლის დაწერილი არ არის, ბავშვის დაწერილია, მაგრამ კარნახით დაწერილი. ამასაც ძალიან კარგად ვგრძნობთ მასწავლებლები. ხა ბავშვი ყველაფერი იდეალურად უწერია როულში და რო გამოდის ზეპირად ვერ ამბობს, ვერ წერს დაფასთან, უკვე ხვდებით, რომ ის დავალებები არ არის თავისით შესრულებული დამოუკიდებლად. ეს როგორც ჩანს, ყველა თაობის სცენი იყო ხოლმე მახსოვს ესეთი, არ ვიცი, ნახევრად ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავია, მაგრამ დოსტოევსკიმ დაუწერა თემა თავის შვილს და სკოლაში რომ მიიტანა ორიანი დაუწერა მასწავლებელმა, რომ საერთოდ უნარები ამის დამწერს არავით არის წერითი უნარები არ გააჩნია, ეგეთი შემთხვევებიც არსებობს. ხო, ნუ მე მინახავს კიდე იმისი, რა ქვია, ნოდარ დუმბაძის შეფასების ფურცელი და სამიანი უწერია ქართულში. რუსულში 5 არის და ქართულში 3 არის და ნუ ეს ხანდახან ხდება ხოლმე ესეთი კურიოზებიც არის და ხო ვერ ავწდებით ამ ამბავს. რა მაინტერესებს, აი რა ფრაზები არ უნდა უთხრას მშობელმა შვილს და მასწავლებელმა რა არ უნდა უთხრას დაწყებით საფეხურზე არავითარ შემთხვევაში ბავშვს. ისეთი სიტყვები, რომელიც დემოტივაციას გამოიწვევს, თვითშეფასებას დაუქვეითებს ბავშვს და რაღაცა საკუთარი თავის რწმენას დააკარგვინებს. კარგი, მასწავლებელი რაღაცნაირად ბავშვის გულისცემას გრძნობს, ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს ჩემი აზრით. ჩვენთან მოსული მოსწავლეები ყოველთვის 60-დან არ მოდიან, ანუ ჩვენ კი გვინდა რაღაც დავხატოთ ეს სიტუაცია, თითქოს რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი კარგად არ არის განსაკუთრებით ოჯახში. რთული ოჯახიდან მოსული მოსწავლე ხშირად რთულ ქცევას სწორედ საკლასო ოთახში ავლენს, იმიტომ მას გამოსახატად სხვა სივრცე არ აქვს. როგორ უნდა მიხვდეს მასწავლებელი, რომ ოჯახში რაღაც ვერაა რიგზე. და ამ დროს რა
შესაძლებლობები აქვს მას, რომ თქვათ რაღაცა გავლენა მოახდინოს, იმიტომ რომ ჩემი პირველი პრიორიტეტი არის ხოლმე ყოველთვის ბავშვი. სადაც ბავშვს რაღაცა სირთულე აქვს და რაღაცა ტიპის საფრთხეელოდება, ანუ ყველაფერი შეგვიძლია გადავდო და პირველი ჩემთვის მოსაგვარებელი არის ხოლმე ეს, რა ვიცი, სულ დამჭირდეს რაღაცა, რა ვიცი, ყველაფერი დავკარგო, ამას არ დავთმობ, ასე ვთქვათ, წითელი ხაზი არის. აი, შენთვის მასწავლებლისთვის შენთან საჯარო სკოლაში ხარ, მეტად ხელფეხი გაქვს შეკრული, მაგრამ აი როგორ ხვდები, რომ რაღაცა არ არის ბავშვის ოჯახში კარგად და როგორ ერევი ამ დროს? ყოველთვის ეთყობათ ხოლმე. აი, მაშინათვე ავლენენ რაღაც ისეთ ქცევას, სადაც ხვდები, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად მოსწავლე შეიცვალა. კარგი, შეიძლება ერთი დღე რომ რაღაც სხვანაირად იქცევა, დავაბრალო, რომ შეიძლება უბრალოდ ხასიათზე არ არის ან რაღაც აწუხებს, მაგრამ ეს რომ გაგრძელდება რამდენიმე დღე, იქ უკვე ხვდები, რომ რაღაცა ისეთი პრობლემა არის, რომელიც მართლა ძალიან აწუხებს ამ ბავშვს და უბიძგებს იმისთვის, რომ თუნდაც მოიქცეს განსხვავებულად. მშობელთან რომ მქონია კომუნიკაცია და მიკითხავს, აი რამე ხომ არ აწუხებს, იმიტომ რომ შეცვლილია, ვეღარ ვცნობს სხვანაირად ავლენ საკუთარ თავს, ნუ მე მშობლისგანაც დამბრუნებია პასუხი, რომ ხო რაღაცა მაგალითად არ არის ოჯახში რიგზე, ან არიან კიდევ დაშლილი, განქორწინებული ოჯახში ბავშვები, სადაც ზოგს არ აქვს იმის ბედნიერება, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული შვილის აღზრდის პროცესში. და ხდება ხოლმე ისე, რომ ან პირიქით დედის მხარდაჭერა აკლიათ, ან მამისა, ამას ყველაფერს განიცდიან და ყოველთვის ეთყობათ ხოლმე ბავშვებს და ასეთ დროს, როდესაც მეც ვარ ინფორმირებული, რომ ასეთი სენსიტიური საკითხი აწუხებს ბავშვს, ყოველთვის ვცდილობ, რომ უფრო მეტად გავუგო, უფრო მეტად მაგალითად თუნდაც რაღაცა შენიშვნის კუთხით არ მივცე იმ დღეს ან ცალკე დაველაპარაკო, რაღაცა უფრო მეტი სითბო გამოვხატო მის მიმართ, რომ აი ეს მღელვარება რაც აქვს და რაც აწუხებს შინაგანად, რაღაცნაირად მეც არ დავუმატო ახალი თავის ადგილარი. ხო, ეს ჩვენი მიზანი ასე ვთქვათ და პრინციპში თავარი გამოწვევა ალბათ ეგ არის ხოლმე. მასწავლებელი რაღაც დროს ატარებს მოსწავლესთან და ხშირ შემთხვევაში ისეთ სიტუაციებში ხედავს ბავშვს, რომელშიც მშობელი ფიზიკურად ვერ დააკვირდება, მაგალითად სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში. აი რას ამჩნევს ხშირად მასწავლებელი ისეც, რასაც მშობელი ვერ ხედავს. აი ზოგიერთ მშობელი ну, ზოგჯერ ობიექტურად, მაგრამ ზოგჯერ სრულად გაუგებრად საერთოდ ვერ ხედავს საკუთარ შვილს. ანუ თვალწინ ჰყავს და ვერ ხედავს, არ შეუძლია მისი დანახვა. აი ამ დროს მასწავლებელი რას ხედავს ისეც და რასაც ხედავს, ამას როგორ უზიარებს მშობელს და მშობელი თუ იღებს ამ გაზიარებულ ინფორმაციას, თუ უარყოფს და ამბობს, რომ თქვა არა. ბავშვები სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად მოქმედებენ ხოლმე და გამოხატავენ საკუთარ თავს და ძალიან ხშირად არის, რომ სახლში აბსოლუტურად განსხვავებულები არიან, სკოლაში პირიქით. შეიძლება ანუ სახლში მაგალითად წესრიგის მოყვარული იყოს, სკოლაში პირიქით, ან სხვანაირადაც. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი ხო არის ურთიერთობები თანაკლასელთან, რომელსაც ვაკურდებით, თუნდაც დასვენებაზე, მიმართვის ფორმა და ბევრჯერ რაღაცა რაც არ მომწონებია და დამიჭერია ამ ბავშვში, ყოველთვის პირველ რიგში ვცდილობ ხოლმე რომ ბავშვთან მოვაგვარო, ბავშვს გავესაუბრო, იქნებ ანუ ჯერ ვცდილობ ბავშვთან მოვგვარდე. თუ ხვდები რომ რაღაცნაირად ვერ ვაგვარებ პრობლემას, ან ჭირდება მშობლის დახმარება, მე ვრთავ ხოლმე მშობელს. ანუ ეხლა რაღაცა ცუდად რო თქვა დააშავა, ან რაღაცა არ მომეწონა, ეგრევე მშობელთან არ გავჯვება ხოლმე. როდესაც მშობელთან მივალ და ვეტყვი, რომ აი მაგალითად ასე. ხშირ შემთხვევაში მშობლებს აქვთ ხოლმე მიუღებლობა. რატომღაც გონიათ ხოლმე, რომ ეს მასწავლებელი თითქოს არის მტერი. არა და მასწავლებლის მთავარი мотиваცია და მიზანი არის ის, რომ ბავშვი გახდეს, ანუ ბავშვის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და ჩამოუყალიბოთ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი დადებითი პიროვნული თვისებები. და მშობლებს უჭირთ ხოლმე ზოგჯერ ამის მიღება და რაცაც ამ ბოლო დროს დავაკვირდი, არა მარტო საკუთარი გამოცდილებით, აი ჩემს კოლეგებთან საუბრის დროს, უფრო დიდი ფონი არის იმისი, რომ ყოველთვის მართალი ჰგონიათ თავის
თავისი შვილი. ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ის რომ შენ შვილს მხარს უჭერ და შენ შვილსაც შენ იმედი აქვს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ არ უნდა დავკარგოთ რაღაცა ობიექტური შეფასების მომენტი და რაღაცა მასწავლებლის ნათქვამშიც ეჭვი არ უნდა შევეპაროთ ხოლმე. ზოგჯერ აყენებენ ეჭვის ქვეშ, რომ შეიძლება მასწავლებელი იყოს მტყუარი და აი მე მინახავს შემთხვევა, ესეთი ჯანიანი ბავშვი იყო, ტანა დიდი იყო და კლასელებს სცემდა, ცუდად ექცეოდა, დაწყებით საფეხურზე. და ნუ მასწავლებელი ვერაფერს ვერ აგვარებდა, რაღაც მასწავლებლის თვალსაწინში როცა იყვნენ, არავის სცემდა, მაგრამ ცალკე დაიმარტო ხელებდა და ნუ ძალიან ცუდად ექცეოდა კლასელებს. როდესაც მშობელის ჩააყენეს საქმის კურსში, მშობელმა გასცა ესეთი საინტერესო პასუხი, რომ თავი დაიცვან იმ სხვა ბავშვებმა, ახლა მე ჩემ შვილს არ ვეტყვი ამას, რომ თქვათ შეწყვიტოს. ნუ ესე მიაჩნია რა, რაღაცას აბრაზებენ და ესე ავლენს თავის, ასე ვთქვათ, რისხვას თუ როგორც არის რა. ასე დროს მეორე, ანუ კლასის სხვა მშობლები სრულიად უუნაროები აღმოჩნდნენ, ზოგმა გადაიყვანა კლასიდან ეს ბავშვი, ზოგი მათ რაღაცა დირექტორთან, ზოგი ესე, ზოგი ისე, მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა. მშობელმა თქვა, რომ მოკლედ არა, მე ჩემ შვილს ვზრდი ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად. და სხვამაც პასუხი გასცეს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და ნუ მე გამოსაჯავთ რა არის სწორი და რა არის სიმართლე. აი ასეთი რთული გამოუვალი სიტუაციები სკოლაში დარწმუნებული ვარ, ხშირად არის, შენც ქონია. როგორ იქცევა ამ დროს მასწავლებელი, რა უნდა გააკეთოს? როდესაც მშობელი არ თანამშრომლობს მასწავლებელთან, ძალიან რთული არის შედეგზე გასვლა. ნუ რაღაც დოზით გავდივართ, შეიძლება გვიან გავიდეთ, როდისღაც გავიდეთ, მაგრამ ამ სანამ შედეგზე გავალთ ხოლმე, იქამდე ზარალდება თვითონ ეს ბავშვიც, იმიტომ რომ ურთიერთობა უფუჭდება თანაკლასელებთან და ძალიან რთულია ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, მშობელს თუ არ აქვს მზაობა იმის და მიუღებლობა აქვს, შემდეგ უკვე ისევ უშუალოდ ბავშვთან ვცდილობთ ხოლმე, რომ რაღაცნაირად მოვაგვაროთ პრობლემა. თუ სკოლას აქვს იმის საშუალება, რომ მაგალითად ფსიქოლოგი ჩაერთოს და ამაშიც რა თქმა უნდა, მშობელიც თუ თანახმა არის, იმიტომ რომ მშობლის ნებართვის გარეშე ვერ ჩაერთვება, ვცდილობთ ხოლმე, რომ ესე ამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვგვარდეთ. არის კიდევ ბევრი სიმულაციური თამაშები, აქტივობები, რომელშიც შეიძლება ეს ბავშვი ჩავაყენოთ ისეთ როლში, ან მაგალითად ვაყურებინოთ ისეთ ფილმს, რომ თავისი თავი იპოვოს, დისკუსია გავმართოთ. აი ასეთი აქტივობებით ვცდილობთ ხოლმე, რომ მოვაგვაროთ ხოლმე რაღაც ისეთი საკითხი, რაც მოსაგვარებელია, მაგრამ მშობელი თუ არ თანამშრომლობს, რთულია. ხო ამ დროს ის ბავშვიც, ეგრეთ წოდებული ბულერი ბავშვიც ძალიან ცოდუა, იმიტომ რომ მას რაღაცას ტკივა აწუხებს, იმისი ქცევა ეს ჰაერიდან მოტანილი არ არის და მასაც სჭირდება დახმარება და მეორე ბავშვსაც, რომელსაც არ აქვს თქვა შესაძლებლობა თავი დაიცვას, თქვა სხვა სისტემაში იზრდება, თქვა პირობითად შეიძლება მშობელი ეუბნება, რომ თქვა როცა დაგარტყავენ, შენ არ გასცე იგივე პასუხი, თქვა, ხო? აი ასე დროს ზართულდება კომუნიკაცია. რა არის თანამედროვე ბავშვების ყველაზე დიდი პრობლემა, შენ როგორც მასწავლებელი როგორ ფიქრობ? არ აქვთ მოთმინების უნარი. საკმარისი. ყველაფერი უნდათ ჩქარა. შედეგზე უნდათ რომ მაშინათვე გავიდნენ. ამის მიზეზი რა არის? მე პირველ რიგში ვიტყოდი, ალბათ შეიძლება ბანალურია, მაგრამ ეს ეკრან დამოკიდებულობა ძალიან გაჯეტებთან და კიდევ ურთიერთობების სიმცირე, რომელიც აკლიათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. აი უმრავლესობა ძირითადად უმრავლესი ოჯახის წევრის ნახულობს საღამოს. შეიძლება ისე დაიძინოს, რომ ვერ ნახოს. და აი ის ურთიერთობები, რომელიც აკლიათ შემდეგ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, რაღაცის გაზიარება უნდა ვერ უსიარებენ. აი ამ სიცარიელის ამოვსებას მე ცდილობენ ხოლმე თუნდაც იმას, რომ უყურონ ეკრანს, ან შეიძლება ეს გადაუვიდეთ შემდეგ აგრესიაში. ეს მოთმინების უნარი ძალიან უჭირთ ხოლმე და კიდევ რასაც დავაკვირდი, ემოციების მართვა და კონტროლი და გამოხატვა. აი, რო აწუხებს რაღაცა, განა იტყვის, რომ მე ეს მაწუხებს, ან ეს მეწყინა. ცდილობს ფიზიკურად გამოხატოს, ან აი მერხს მიარტყას ხელი მაგალითად, ან თანაკლასელს რაღაცა უჯიკოს უჩქმიტოს. აი, ასეთ იმაში გადადიან. ემოციური ინტელექტი დასრულებს, რომ დასამუშავებელი გვაქვს ეგ არის. ამბავი და ბავშვებში მით უმეტეს. ხო, უნდა მიუჩვიონ, ან
ანუ უნდა იცოდნენ სკოლა რას აკეთებს? ანუ სკოლა ამას ასწავლის ბავშვს თუ რაღაცაზე ვარ დამოკიდებული? ნახეთ, ჩვენც ვასწავლეთ, რა თქმა უნდა. მე ახლა მყავს 4 წლის შვილი და ყოველთვის ვცდილობ რომ ვასწავლო ხოლმე, რომ არ იცის ახლა იმ ასაკშია, რომ ახლა ნელ-ნელა უნდა ჩამოუყალიბდეს და ვეუბნები რაღაცა რომ გეწყინება, თქვი რომ აი მე ეს მეწყინა, მე გავბრაზდი და არა ის რომ მაგალითად მე შენზე ტირილი დაიწყო, ან რაღაცა დახიო და გადააგდო. რაღაც უნდა ვასწავლოთ, მშობლებმაც და ვასწავლოთ და მასწავლებლებმაც. ანუ ის რომ მარტო მაგალითად მშობელს მასწავლებლისთვის აქვს მინდობილი ბავშვი და მასწავლებელი მშობელსა თითქოს ზოგჯერ არის ხოლმე რომ ერთმანეთის გადაბრალებაში არიან, ასე არ არის. ანუ მასწავლებლის და მშობლის მთავარი საფიქრალი მგონია რომ არის ბავშვი. ორივეს გვინდა რომ ბავშვის რაღაცა უკეთესი მომავალი შევქმნათ და შესაბამისად რაღაცა თანაბრად უნდა ვიყოთ ჩართულები. ერთი მიზნით გავერთიანდეთ. ანუ მშობელი და მასწავლებელი, როდესაც თანამშრომლობს ერთმანეთთან და ერთი მიზანი აქვთ ბავშვთან დაკავშირებით აღებული, აი ყოველთვის ძალიან კარგ შედეგზე გავყავართ ხოლმე. არ მოდის ზოგი მშობელი ამ თანამშრომლებს არც ცალია თუ რა არის ხოლმე? უმრავლესობა შეიძლება ან სურვილი არ აქვს, ან არ თვლის საერთოდ საჭიროდ, მაგრამ არიან მშობლები, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ კატეგორია, რომელიც მოგყვება, გენდობა. ზოგს ნდობის ფაქტორი არ აქვს საერთოდ, რომ აი, როდესაც მასწავლებელს არ ენდობ ეჭვის თვალით უყურებს. შემდეგ ეს ბავშვსაც აისახება ხოლმე. ხა ბავშვები ხო ყოველთვის გრძნობენ დამოკიდებულებას. და მე თან კრიტიკა შეიძლება არავითარ შემთხვევაში მასწავლებლის ცალკე შეიძლება რა თქმა უნდა უკრიტიკო კი არავინ არის, მაგრამ ბავშვის თანდასწრებით მასწავლებლის კრიტიკა ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რასაც მშობელი უშვებს ეს. ესეთი დაუწერელი კანონია. იცი რას ვფიქრობდი? რატო არის რომ ადამიანს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მთელი ცხოვრება ახსოვს. ეხლა მე მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი, იზო მასწავლებელი იყო, ბევრი აღარ მახსოვს ვინ მასწავლიდა, თუმცა თალკეული ესე წერტილოვნად მახსოვს, ვინც მწარეთ მახსოვს ზოგი თკბილად მახსოვს. ნეიტრალურებით რაღაცა ისე რა. ძალიან თუ მოვიდოებ გავიხსენებ, მაგრამ აი იზო მასწავლებელი მახსოვს ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი, რომელიც მე წლების შემდეგ იმ სკოლაში აღმოჩნდი, რაღაც გადაღებაზე ვიყავი და თვითონ გამიხსენა, რომ დამინახა, მითხრა რომ აი რაღაც ჩემ გურამ მოვიდა რაღაც ამბავი და მე მახსოვს რომ კლასიდან გადიოდა ხოლმე და დამაყენებდა კლასში და მეტყოდა რომ ეხლა შენ გაბარებ კლასს და აბა რაღაც ამბები მოუყევიო რა და მეც გამოდიოდი ვყვებოდი რაღაც ისტორიებს, ხან ზღაბრებს, ხან ამბებს, ხან რაღაცებს ხო და მე წლები რო გავიდა, მითხრა რომ მე საქმეზე კი არ გავდიოდი კლასთან დგებოდიო და მაინტერესებდა ის უყურებდი როგორ უყვებოდი ამ ისტორიებს ამ ბავშვებს რა და ესე იგი რაღაცა მე პატარა რო ვიყავი, მასწავლებელმა რაღაც ეს ასე ვთქვათ თვისება ჩემში დაინახა თუ განავითარა თუ როგორ იყო არ ვიცი. მაგრამ მე სულ მახსოვს ეს ჩემი პედაგოგი იზო მასწავლებელი. დარწმუნებული ვარ ახლა ვინც არ უნდა გააჩერო ქუჩაში და კითხო 99% გეტყვის პირველი მასწავლებლის სახელს. რატომ არის რომ ჩვენ მთელი ცხოვრება გვახსოვს ჩვენი კლასის პირველი მასწავლებელი და რატომ აქვს ამ მასწავლებელს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თქვა შეიძლება მერვე კლასში ისტორიის მასწავლებელს ნაკლებად კონდეს ესე თქვა მნიშვნელოვანი გავლენა ბავშვის შემდგომ ცხოვრებაზე, მაგრამ პირველი მასწავლებელი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რატო არის ეს შენ როგორ ფიქრობ? ალბათ იმიტომ რომ პირველ ძალიან დიდ ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან ემოციური მიჯაჭვულობა აქვთ, შეიძლება უყალიბდება და ამასთან არის დაკავშირებული და იმიტომ მეც მახსოვს ჩემი ინგა მასწავლებელი პირველი კლასის და მიხარია რომ მეც დაწყებით საფეხურზე რო ვარ, ალბათ ჩემ მოსწავლეებსაც იმედია ვემახსოვრები 1-20 წლის შემდეგ. კი, მაგაში დარწმუნებული ყველაზე მახსოვრები, ვინც ნუ ისწავლა შენთან ეს თქვა 1-2 წელი მაინც. ხო, წელს დაამთავრეს ჩემმა პირველი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა სკოლა და რამდენიმესთან მოვახერხე, იმიტომ რომ სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული და რამდენიმესთან მოვახერხე მისვლა და მითხრეს რომ მე ისე კარგად მახსენდებით და ისე გამიხარდა. ემოციებთან არის ალბათ დაკავშირებული პირველი მასწავლებელი, აი იმასთან თუნდაც დასაწყისში რაც თქვით ჩვენ ხო, რომ აი თითქოს მშობლის როლს ხედავენ ამ მასწავლებელთან. პირველ მეორე კლასში განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ხოლმე მასწავლებლის მიმართ. აი მესამე მეოთხე კლასიდან უკვე შემოდიან ხოლმე მეგობრები და მასწავლებელი მეორე პლანზე ინაცვლებს ხოლმე. შესაბამისად, აი დიდი როლი, დიდი ადგილი უჭირავთ მათ ემოციებში, მათ გრძნობებში, მეხსიერებაში ამ ბავშვებისთვის და
აქედან გამომდინარე ამახსოვრდებათ. მაღალი კლასის მასწავლებლებიც ახსოვთ ხოლმე, ალბათ იმის მასწავლებლები, ვინც რაღაცა დიდი გარდატეხა მოახდინეს, ან დიდი მოციებთან არის დაკავშირებული. აი, სულ ფიქრობ, როგორია ეს მასწავლებელი, ზედმეტად მკაცრი თუ ზედმეტად დადებითიც და მორყოფითიც. ხო, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ის ვინც მკაცრი გეგონა შეიძლება უფრო ტყბილად გახსენდებოდეს და ის ვინც კეთილი გეგონა შეიძლება პირიქით აღარ გახსნას. ეგ ძალიან უცნაური ამბავი არის. შენ როგორც მასწავლებელს ყველაზე ისეთი გამორჩეული შემთხვევა რაც გახსენდება შენი სამასწავლებლო პრაქტიკიდან რა იყო? ან შეიძლება ეს იყოს ძალიან მძიმე შემთხვევა, შეიძლება იყოს პირიქით. აი მაგალითად მახსენდება ერთი ესეთი შემთხვევა, რომ მოსწავლე იყო მოწყენილი რაღაცა, არ იყო ხასიათზე და უბრალოდ იმ დღეს გადავწყვიტე რომ რაღაცა ეს გაკვეთილი ცოტა გვერდით გადამედო და დამეთმო თავისუფალ სადამბრიგებლო პროგრამაშიც გვაქვს ხოლმე რაღაც თემები და ერთ-ერთ თემაზე გამეკეთებინა ესე დამეგეგმა აქტივობა იმ წუთას რაღაცა ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა ექსპრომტად გაფიქრდება მასწავლებლის რაღაცები. დავიწყეთ მეგობრობაზე საუბარი. და აღმოჩნდა რომ ამ ბავშვს სწორედ აწუხებდა ეს მეგობრობის თემა დაწყებითში და მაღალი კლასშიც არის ხოლმე რომ ეს მეგობრობის თემები სანამ ურთიერთობებს დაალაგებენ, ჩამოაყალიბებენ, აწუხებთ ძალიან თუნდაც ვის მოკიდებს ხელს, ვისთან დადგება. ესენი შეიძლება დიდი ის ანუ აქედან გადმოსახედიდან დიდ ასაკში არ მიგვაჩნდეს დიდ პრობლემად, მაგრამ მათთვის ესეც პრობლემაა ეს მეგობრობის თემა და შემდეგ რაღაცა ერთი კვირა რო გავიდა დაახლოებით ამ ბავშვმა მითხრა რომ აი თქვენ იმ დღეს რო ეს გაკვეთილი რო ჩაატარეთ, აი თითქოს აი ძალიან რო წყალი გწყურია და იმ ვიღაცა რო მოგაწვდის წყალს, ისე იყო ჩემთვისო და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ რაღაცა გავლენა მოახდინა ამ ბავშვის ცხოვრებაში იმ დღეს, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდი იმ მეგობრობის თემის გაშლას, მაგრამ რო შევატყვი რაღაცა უხასიათოდ იყო დაახლოებით რომ მივხვდი რაზეც შეიძლება რომ ეს ბავშვი უხასიათოდ ყოფილიყო. მოკლედ ესე დადებითი ის მოახდინა. ხო, ასეთ შემთხვევებს აქვს კრიტიკული გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაგეპაროს. ანუ ის მომენტია და თუ ის მომენტი გაიქცა, მე შეიძლება უბრალოდ აღარ თქვას. ხო, გულჩათრობილი გახდეს. რა არის ის, რაც გესმის შენ როგორც მასწავლებელს ბავშვებისგან და რაც ჩვენ მშობლებმაც უნდა მოვისმინოთ? რაც ჩვენ არ გვესმის და რაც უნდა ვიცოდეთ. აი არის რამე ისეთი ან ამბავი, ან შეფასება მათგან, ან რა ვიცი, რაღაცა სიტყვები ან ასე შემდეგ. ხო, აი ნახეთ ბავშვებს ჩვენ მშობლები რო არ ვართ ჩახედული, მოდი მე ჩემი მშობლის პოზიციიდან ვიტყვი, სასწავლო პროცესში თქვა, ხო, გონია რომ ძალიან მარტივი რუტინა მიიყვანე, დატოვე, მე თვითონ დადის ან წამოიყვან და ასე შემდეგ და ეს ციკლი მიდის და იქ შიგნით ბევრი რამე ხდება საკლასო ისა ოთახში. აი რა მასწავლებელი ამას უყურებს ყოველდღიურად და მაგიტომ ამბობ, აი რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ მშობლებმა ჩვენ შვილებს. ბავშვებსაც იგივენაირად წყინთ უხარიათ, როგორც მაგალითად ჩვენ შეიძლება უფრო მეტად უბრალოდ, თორემ აი მაგალითად პატივისცემით, როდესაც დაელაპარაკები ბავშვს, თვითონაც აი ეს პატივისცემის განცდა უყალიბდება შენს მიმართ. ზოგჯერ არის ხოლმე მე შევსწრები ვარ და გამიგია, რომ ბავშვი ლაპარაკებიან, აი პატარა ხარ და თითქოს აი როგორ მელაპარაკები, უფროსი ვარ. ისე უნდა დაილაპარაკო იმ ბავშვს, თუნდაც პირველ კლასს, მეორე კლასს და ასე შემდეგ, თუნდაც ბაღის ასაკის ბავშვს, როგორც დაილაპარაკები პატივისცემით სხვა ადამიანს. რა თქმა უნდა, სიტყვები შეიძლება შევცვალოთ მისთვის გასაგებენაზე, მაგრამ აი ეს პატივისცემა უნდა იგრძნონ. ამას ხედავენ ხოლმე და აწუხებს. თუნდაც მასწავლებლების მხრიდანაც აწუხებთ, თანაკლასელების მიმართაც და რაც ახლა ახლანდელ ბავშვებში მომწონს ძალიან ის არის, რომ თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა. არ აქვთ ის მომენტი, რომ აი მაგალითად მასწავლებელია და ვერ გითხრას ის, რომ მაგალითად შენგან რაღაცა ეწყინა. მოვა და გეტყვის. და აი ეს საკითხები არის, რომ ბავშვს უნდა მოусმინოთ ხოლმე. აკლიათ ზოგადად მოსმენა, აი უნდათ ხოლმე გაზიარება ბევრი რაღაცის. თუნდაც იყოს მაგალითად რა ლამაზად დახატა ვარდი. ხო, აი ეს მოსმენის ამბავი არის, რაც ყველაზე მეტად აკლიათ ხოლმე და სჭირდებათ და უნდათ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ის, რომ ბავშვი უბრალოდ პატარა ადამიანი, კორჩაკის ნათქვამია, რომ ბავშვი არის უბრალოდ პატარა ადამიანი, მცირე გამოცდილებით, თორე ზუსტად ისეთივე როგორც ჩვენ ეს ფორმულა, რომელიც მე მგონი ყველა მასწავლებელმა და მშობელმა უნდა იცოდეს. რას შეცვლიდი ქართულ სკოლაში?
ბევრ რამეს ძალიან. პირველ რიგში ჩვენ ვახსენეთ კიდევაც და ვიტყვი, რომ ეს მრავალრიცხოვანი კლასები არის ზოგადად ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ბევრჯერ მიგრძნია მეც და დამიჭერია რაღაცა მომენტი, რომ აი იმ მომენტში რაღაცა რომ გამეკეთებინა საჭირო იყო, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად დრო აღარ მაძლევდა იმის საშუალებას და ასეთი გროვდება ხოლმე დროთა განმავლობაში, წლებთან ერთად მრავალრიცხოვანი კლასები შევცვლიდი პირველ რიგში. ასევე იმას, რომ ყველა ბავშვს მივცემდი თანაბარი განათლების მიღების პირობებს შევუქმნიდი და ეს არ იგულისხმება მხოლოდ მაგალითად მატერიალური რო აუშენოთ სკოლა ან რესურსები მივცეთ, საჭირო სერვისებიც უნდა იყოს შეთავაზებული, თუნდაც ფსიქოლოგის, თუნდაც რაღაცა განსაკუთრებულად ფსიქოლოგი არა მარტო ბავშვთან, მშობელთანაც რომელიც ითანამშრომლებს სრულყოფილად და არ იქნება რაღაცა იმასე დროზე და გაქცევაზე და შეზღუდულად არ იქნება. ასევე შევცვლიდი იმას, რომ ბავშვებთან მაგალითად დამატებით გამოვყოფდი საათებს, სადაც მათ ექნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ აი ეს თავისი სურვილები, თავისი ემოციები გამოხატონ და ვიღაცა ადამიანი კომპეტენტური საქმეში, ვინც არის ჩახეთული, დაეხმარება მათ აი ემოციების თვითრეგულაციაში. თუნდაც ის, რომ აწუხებთ რაღაცა სახლიდან, ოჯახიდან პრობლემა და მას ვერ გამოხატავენ სხვა ფორმით, ხო? მსგავსი ემოციების სტაბილურობა შეუწყობდა. შენ მაინც უფრო ილაპარაკე ხა იქით მხარეს, უფრო ბავშვის მხარეს, მაგრამ მე მაინტერესებს კიდევ მასწავლებლის კუთხითაც. იმიტომ მასწავლებელი რატომაც ყველას გამოგრჩება ხოლმე. მახსოვს ერთხელ შემთხვევა, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ვიყავი სტუმრად და მასწავლებელი ძალიან კარგი მასწავლებელი მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში მე იქ რაც ნახე ბავშვებთან ურთიერთობისას. საკმაოდ დაღლილი უკვე ხო როგორი რთულია ვისაც ბავშვებთან ურთიერთობა არ ქონია იმენ არ იცის რა ხელა ენერგია მიაქვს როგორი გამოწორული მიდის ადამიანი სახლში და რომ გამოვედით გარეთ თქვა რომ ეხლა უნდა წავიდეო რაღაც როხა მაქვს მე მოსაწველი რაღაცა ის ხათმები რაღაცები ამბები და მე საჭმელი კიდე გასაკეთებელი სახლშიო და უცბად წარმოვიდგინე ადამიანი რომელიც მუშაობს რობოტივით 24 საათი. მასწავლებელსაც სჭირდება ამოსულ თქვა ხო მასწავლებელს აქვს უფლება რომ დაიღალოს, გადაიღალოს და ხანდახან არც იყოს რაღაცნაირად ჩვენი საზოგადოება ხშირად როგორც მშობლისგან, მასწავლებლისგანაც ესე ითხოვს რომ როგორც მშობელს უფლება არ აქვს რომ ის გადაიღალოს და თუნდაც ცოტა ხანი თქვას რომ მე ჩემი თავიც მჭირდება, ეხლა და მარტო მინდა რომ ვიყო, ამის უფლებას არ აძლევს ხანდახან საზოგადოება მშობელს, ეუბნება რას ქვია დედა თუ ხარ არ უნდა შენს მზად უნდა იყო შვილის სამსახუროდ. რაც მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი მიდგომა. ასევე ასეთივე მიდგომა გვაქვს ხოლმე მასწავლებლის მიმართ, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მოჭიმული, მომართული და ავად არ უნდა გახდეს, როგორც ეს წარმოდგენები საფერფარშოში რო არ დადის და ასე შემდეგ. მაგრამ მასწავლებელიც იღლება, მასწავლებელიც ხანდახან გადაიწვება ხოლმე. რა სჭირდება მასწავლებელს? მე ეს მაინტერესებს შენგან, იმიტომ რომ შენ 13 წელია მასწავლებელი ხარ. მასწავლებელს სჭირდება ნაკლებ სტრესული გარემო. გარემო, სადაც აი ზუსტად ამოისუნთქებს, ამოსუნთქვის საშუალება იქნება, გარემო, სადაც თავისი შრომა ფასდება და იგრძნობს, რომ ხედავენ ამას. მხოლოდ ფინანსურად თუ სხვა? არა, ნახეთ, ფინანსურად, რა თქმა უნდა, ხა იმას აღარ ჩავშლი, რომ ანაზღაურების მხრივ სათანადოდ არ არის მასწავლებლის შრომა დაფასებული, ამაზე არ ვისაუბრებ, მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ფინანსები ზოგჯერ საერთოდ არ არის საჭირო იმისათვის, რომ მასწავლებელი წაახალისო და აგრძნობინო, რომ ის არის ძალიან კარგი თანამშრომელი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ის აკეთებს თავის საქმეს და ამაში ხელფასი იღებს, მაგრამ ძალიან ხშირად, ძალიან ბევრჯერ კი არა, 99% მასწავლებელი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე მას ევალება და თავის ფუნქციებში შედის. და როდესაც მასწავლებელი ესე იხარჯება ემოციურადაც, ხშირად მატერიალურადაც, კარგი იქნება თუ ასეთ მასწავლებელს წავახალისებ და ვეტყვი, რომ აი მე ვხედავ შენ შრომას, დავინახე და ამისათვის მადლიერი ვარ და მადლობას გეუბნები შენ. ანუ სიტყვიერი უკავშირიც ზოგჯერ ისე ავსებს მასწავლებელს, რომ ახლიდან ახალ мотиваციას აძლევს და რაღაცნაირად ახალი ამოსუნთქვასავით არის ხოლმე და ეს ყველაფერი გვაკლია. კი ბატონო, ჩვენ სადაც დასასრულისკენ მივდივართ და რას ეტყოდი მშობლებს, ვისაც წელს მიყავს ბავშვი სკოლაში? წელს ვისაც მიყავს ბავშვი სკოლაში, ვეტყოდი, რომ ესაუბრონ ბავშვს სკოლაზე. უკვე კი შეუქმნან განწყობა,
ჩამოუყალიბონ რაღაცა დამოკიდებულება, ოღონდ თავისი გავლენით არა. არავითარ შემთხვევაში არ დააჯინონ და არ ამეცადინონ ან წერაში ან კითხვაში თუ ბავშვს აქვს სურვილი გამოხატავს ინტერესს მხოლოდ ამ შემთხვევაში პირადად ეს ჩემი აზრია მხოლოდ ამ შემთხვევაში მიმაჩნია მიზანშეწონილად რომ ვამეცადინოთ ასე ვთქვათ ოღონდ ეს მეცადინებაც უნდა იყოს რა თქმა უნდა თამაშით და არა ის დაჯექი აბა ეხა ვიმეცადინეთ თუ აქვს ამის ინტერესი უბრალოდ განწყობა შეუქმნან სკოლაზე რა დახვდებათ აუცილებელი არის რომ თავისი მხარდაჭერა გამოუხატონ ბავშვს რომ აი ნებისმიერ სიტუაციაში რაც არ უნდა მოხდეს სკოლაში მის გვერდით იქნება მას დაეხმარება მასთან ერთად დაძლევს პრობლემას აი ეს პოზიტიური დამოკიდებულება პოზიტიური მესიჯები შეიძლება მოუყვანოს რამე მაგალითები დაძმა თუ დადის რომ აი ნახე რამდენამეს ისწავლის გაიგებს ითამაშებს ახალი მეგობრები ეყოდება მასწავლებელი გარემოს განწყობის შექმნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს რომ გამოიყენონ ამაში ემოციური და ასწავლონ ვიტყვი ახლა ამასაც ასწავლონ აუცილებლად საკუთარი ნივთების პატრონობა, ცნობა, აი უნარების განვითარებაზე იმუშაონ უფრო მეტად და არა ცოდნის დაგროვებას, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე იმესმის, რომ აი ჩემო წერა კითხვა იცის და ძალიან კმაყოფილია და აი იცის ამხელა ლექსი და ნუ მოსწონს ეს რომ ამხელა ლექსი იცის. აი საერთოდ არ მიმაჩნია ეს რომ რაღაცა განსაკუთრებულია და ამ დროს შეიძლება არ იცოდეს თასმის შეკრა და არ იცოდეს მაკრატლის ხელში დაჭერა. აი ესენი უფრო მნიშვნელოვანია და ამაზე იმუშაონ ბავშვთან. კი, ძალიან საინტერესო რჩევები იყო. დიდი მადლობა. ისეთ უცბად გაიარა რაღაც დრო, მე ხა საათს რო დავაკვირდი უკვე კარგი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ და დასასრულ კითხვა, რომელსაც ყველა სტუმარს უსვამ ხოლმე, როგორია ბედნიერი ბავშვი? ლაღი, რომელიც აი იცინის, მხიარულობს და შებოჭილი არ არის. კი, ბატონო, შენ იყავი ბედნიერი ბავშვი? კი, მეტნაკლებად. მე 90-იანელი ვარ და შეძლების დაგვარად ვიყავი. ო, მე 90-იანელი ვარ, თუმცა, ნუ რა ვიცი, მე ვფიქრობ, მე მქონდა ბედნიერი ბავშვობა, მადლობა ჩემს მშობლებს ამისთვის. გარეთ ისროდნენ ხოლმე, მაგრამ რაღაცა მაინც შინაგანად მოკლედ მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით. მადლობა ნათია, მე მინდოდა მეჩუქებინა შენთვის წიგნი ბედნიერი ბავშვი, ან რთული ბავშვი, აღმოჩნდა რომ ორივე გაქვს. საოცარ წიგნია ორივე ძალიან ყველას ურჩევ. როგორც კარგი მასწავლებელი ვიცი რომ ყველაფერს კითხულობ, მაგრამ ახალი წიგნი მინდა გაჩუქო, რომელიც შეიძლება არ ქონდეს. ჩემი წიგნი არის საბავშვო ბაღში წასვლა მიხარია, ასე ქვია. მართალია შენ დაწყებით საფეხურის პედაგოგი ხარ, მაგრამ მაინც უფრო ყველაზე ახლოს ხარ საბავშვო ბაღთან. შეიძლება გამოგადგეს, თუმცა ვფიქრობ რომ შენ ძალიან ბევრი რამ რაც აქ წერია უკვე კარგად იცი და დამუშავებული გაქვს. მადლობა რომ ასეთი კარგი მასწავლებელი ხარ. მიხარია რომ ჩვენ კომუნიკაცია დავიწყეთ სწორედ აქ ფასკუნჩი ერთ-ერთ კურსზე და კიდევ ერთხელ ჩამოგართმევ პირობას წიგნის შუქებასთან ერთად რომ დაველოდები დღეს როცა შენ დაწერილი წიგნს რომელიც აქ დაიწყე დამიბრუნებ მე ასეთი ავტოგრაფი ძალიან დიდი მადლობა აი საჯაროდ დაპირებას რომ აუცილებლად მივიყვან ოქტომბერში დაველოდები შენ წიგნს აუცილებლად მივიყვან დაწყებულ საქმეს ბოლომდე რაში ძალიან დიდი წვლილია ბევრ მასწავლებელს ნამდვილად დაეხმარება ეხლა რაზეც აქ ვლაპარაკობდით იმ ფორმით, ასე ვთქვათ, ხატრული ფორმით, მშობელსაც და მასწავლებელსაც, რასაც შენ კლასში ხედავ. მე ვიცი, როგორ რუდუნებით უყურებ ამ ყველაფერს, როგორ განიცდი, როგორ გაინტერესებს, ამიტომ ამ ყველაფრის წაკითხვა ხატრული ფორმითაც ძალიან ბევრი მკითხველისთვის საინტერესო იქნება. დიდი მადლობა რომ მესტუმრე და ჩვენს მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ არის თემები, რომელიც შეიძლება მეუბრალოდ გამორჩეს, მაგრამ თქვენი რჩევით მოვიწვიო სტუმარი, საინტერესო სტუმარი, ჩემთვის საინტერესო სტუმარი, ალბათ თქვენთვისაც საინტერესო სტუმარი, ვისთან ერთადაც ამ თემებს გავშლით და გთხოვთ არ დაიზაროთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ ეს არხი იმისთვის, რომ ბევრმა მსმენელმა ნახოს და მოგწერეთ თუნდაც პირად შეტყობინებაში, ვისთან ისურვებდით ამ პოდკასტის ჩანაწერის ვთქვათ ნახვას, რომელი სტუმრის მოწვევას ისურვებდით, რა თემის გაშლას ისურვებდით და ზოგადად თქვენ შენიშვნებსაც და მხარდაჭერასაც სიამოვნებით მოვისმენთ. შემდეგ შეხვედრამდე.